ეროვნულმა ფორუმმა მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები საზოგადოებას ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა შარტავამ წარუდგინა. პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან რევაზ შავიშვილი, საბურთალო, გიორგი ხეჩინეშვილი, ვაკე, თემურ მაისურაძე, ნაძალადევი, ანი მიროტაძე, ჭიათურა, დავით არახველიძე, გლდანი, სოსო ვახტანგაშვილი კი კენჭის გორის რაიონში იყრის. 19 აგვისტოს ბათუმში ეროვნული ფორუმის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც წარადგენენ. დღეს ეროვნულმა ფორუმმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. Დასამ აგვისტოს ეროვნული ფორუმი მე წარმატგენს უკვე ადგილზე ჭიათურაში ამორჩევლის წინაშე, სადაც რასაკვირველია ამ ადამიანებს უფრო კონკრეტულად ვეტყვით გამარჯვების შემთხვევაში როგორი იქნება ამ ქალაქის განვითარება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს განვითარება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჩერდეს ნგრევა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა დაბრუნდეს ამ ქალაქში და რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა ირწმუნოს, რომ იქ არის მათი ადგილი, მათ შეუძლიათ იქ იცხოვრონ ღირსეულად, რა თქმა უნდა თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად. გორი და გორის რაიონი, ესე ვთქვათ, მეორე პოლიტიკურ ცენტრად იქცა, საკმაოდ წყვილკალიბრიანი პოლიტიკოსები წამოვიდნენ გორის რაიონში და ქალაქში გენჭისაყრელად, ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია გველოდება. ჩემი პრიორიტეტი არის ყველაზე მთავარი ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ადგილზე მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება. მე არაერთხელ შემითავაზებია ხელისუფლებისთვის, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდანაც, რომ აუცილებელი არის ვიდეო კონტროლისა და ვიდეო კამერებით გაკონტროლება იმ პერიმეტრისა, საიდანაც ეს სამარცხვინოდ იტაცებენ ქართველებს და მიყავთ ცხინვალში და ჯარების გადახდის შემდეგ გაბრუნებენ უკან და რა თქმა უნდა უსაფრთხოება აი ამ მოსახლეობის იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ჩემ წინასაარჩევნო პროგრამაში. მე შევეცდები მუხიანის და გლდანის ამორჩეველს გავაცნო ძირითადი პრიორიტეტები და ვიმუშაოთ და ვიმოქმედო ამ პროგრამის შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენს ამორჩეველს ზოგადად ყველასათვის ძალიან საინტერესო იქნება წარმოდგენილი პროგრამა.